მოგესალმებით ყველა ძვირფასო მეგობრებო, ძვირფასო გამომწერებო. დღეს თქვენთან მინდა ის საკითხებს შევეხო და იმ საკითხებზე ვისაუბრო, რაც ბოლო დროს ინტერნეტ სივრცეში ტრენდული გახდა, გამოხმაურებებიც მოხდა. ბევრი ადამიანი ახთოვანებულია იქიდან გამომდინარე, რადგან ეს პიროვნებები ხშირად ბიბლიიდან საუბრობენ, რაც ადამიანს სიამოვნეს ხო, რაც ბიბლიდან ითქმება, ყველაფერი ზოგჯერ ნათქვამი აპრიორ ჭეშმარიტებად მიგვაჩნია, ხო? ეს გეა ჩემი ახლობლები, ჩემი ხმიანე და აი ამას მოусმინე, ნახე როგორ ქადაგებს, ნახე როგორ საუბრობს და ხშირად არის რომ მათ სხვა იქიდან გამომდინარე, რომ საზოგადოების დიდი ნაწილი საღვთო წერილში კარგად არ არის ჩახედული, ან საკუთარი სარწმუნოებრივ საკითხებში ვერ ერკვევა, ხო? ხშირად ეს ნებისმიერი ასეთი სიტყვა რაღაცნაირად ხდება მიღებული და ხშირად ეს დაბნეულობასაც იწვევს, ხო? გონიათ, რომ ეს არის საეკლესიო სწავლება, ესა თუ ის საკითხი, შემდეგ რომ მოისმენენ სხვას, თქვა ნამდვილი საეკლესიო სწავლებას, ერთმანეთში ერევათ უკვე და ხშირად ეს არის რომ მიზეზი იმისა, რომ არის დაბნეულობა და მრავალი ადამიანის დაბკოლების მიზეზიც შეიძლება ითქვას, ხო? აი როგორ გარკვეულად ხშირად ეჭვის მიზეზი ხდება რწმენაში შემდეგ. მე მithქვამს კიდევაც ჩემი ახლობლების, ან რო შეაფასე მაგალითად, რომ აი ხო რაღაცა კარგად ქადაგებს, თქვათ, საიდან გამომდინარე შეფასდა, ხო? ანუ ესე იგი შენც უნდა ერკვეოდე კარგად, რომ სხვისი შეაფასო, ხო? რაღაცა კრიტერიუმი ხო უნდა იყოს. ამიტომ მე მინდა იმ საკითხებს, სადაც ეს ქადაგებლები საუბრობენ, უბრალოდ გამოვეხმაურო, ვეცდები მოკლედ და ლაკონურად მცირე დროში რო ჩავტიო, თუმცა ბევრია სასაუბროდ ამ ერწმუნეთ, მაგრამ ჩვენს თუ არ ვისაუბრეთ, ბოლოს გამოდის ისე, რომ მივიღეთ ის სურათი, რომ ყველა ვისაც არ დაეზარა გარშემო სექტები იქნებიან თუ სხვა ასეთ დენომინაციები და ყველა ასეც ქადაგებენ, საერთო ჯამში არის დაბნება და ეს იცით რისთვისაა ცუდი? ცუდია, სხვა რამეა საშიში, განა ის რომ რაჯობია კაცო, ღმერთს ელაპარაკს, არაფერი არ ჯობია და ამ საუბრებს, მაგრამ საუბარი ის არის, რომ როდესაც შეგეს ეჭვი და რაღაცეების გაუბრალოება და მეორე, როდესაც ეს ადამიანები არ გამოვრიცხავ, რომ მათ რაღაცა გულწრფელობა გააჩნიათ, ხვალდას ეგ პოზიცია შეიცვლიან, აღმოჩნდება, რომ ის მრავალი ადამიანი, რომელშიც რწმენის ეჭვი გაჩნდა, ისინი აღმოჩნდებიან უკვე მოტყუებულები და მერწმუნეთ საშინელი გრძნობა, როდესაც შენს ეჯახები, რომ ის რაც გეგონა სწორი იყო და აღმოჩნდება ტყუილი, შინაგანად ადამიანები ინგრევიან. ამიტომ ისინი ხშირად ახალგაზრდები არიან და ამდენს ვერ ხვდებიან, როგორც თავის დროზე მე და ვიმედოვნებ, რომ ადრე თუ გვიან ღვთის სული ყველას დაეხმარება. უბრალოდ რა მიყვარს იცით სითამამის და გაბედულების, იმიტომ როდესაც ისინი მეგობრებო რაღაცა ბიბლიურ მუხს ამბობენ და საკმაოდ კარგად იციან, რასაც ამბობენ. ამის საპირწონეთ, რომ სხვა საწინააღმდეგო აზრი წერია, რატომღაც ამებს არიდებენ ხოლმე თავს. მოდი გულწრფელიყავი და ესაც უთხარი საზოგადოებას, ხო რომ არ დააბნიო. ასე იგი, აი აქ უკვე ესეთი თამაში უკვე არის ძალიან, მე ფიქრობ, ზოგჯერ მიზანმიმართულიც. და მოდი რა არის ეს საკითხები, გადავიდეთ და ბოდიშით რომ ეს სიტყვა გავაგრძელე ასე. კერძოდ თქვენ მოგისმენიათ მაგალითად ხშირად ასეთი ფრაზები ისმის, რომ იცი რა არის? შეგიძლია გიყვარდეს ღმერთი, ეს სრულიად საკმარისია და ამისთვის სულ არ არის საჭირო ეკლესია. ხო მოგისმენიათ აი ესეთი ფრაზები, ხო სულ არ მჭირდება მე ინსტიტუცია, ღმერთი ყველგან არის, თავარი იცი რა არის, მე ხალხმას როგორ აიტაცა, იცი რა ბოროტი არ გაუკეთო სხვას, თავარია სიკეთე, მე ჩემი ცხოვრებით სიკეთეს თესავ და ეს არის საკმარისი. აბა ზოგი ფარისეველი რო დადის ეკლესიაში რა, ეკლესია რამეში ეხმარება და აი ასეთი ათასნაირი აზრი, ხო? მოდი ეს გავარჩიოთ ეს საკითხი. რა არის ეკლესია და შესაძლებელია თუ არა გადარჩენა მის მიღმა? ეს სერიოზული საკითხია და საკმაოდ საშიშიც, მინდა გითხრათ,
და ამას არ უნდა მოვიკიდოთ არასერიოზულად და ბოლოს გადავამატებ სანამ გადავა. ერთ რამეს დავამატებ რომ მეგობრებო რომ როგორ ვთქვა იცი სწორად მინდა რომ გამოვხატო ადამიანი ზოგადად მიდრეკილია ფსიქოლოგიურად რომ თავის კომფორტის ზონიდან არ გავიდეს და ხშირად უსმენს იმას, რაც ეკომფორტულება ხედავთ და ეს არის და მთავარი ეს კი არა შენთვის რა არის კომფორტული. ანუ ბიბლია კი არ უნდა მოირგო, არამედ შენ უნდა მოერგო საღვთო წერილს და ასევე ღვთიური მცნებებს და რატომ? იმიტომ რომ თავიდან კი ცოტა უცნაურად გეჩვენება რაღაცები რთულად, იქიდან გამომდინარე რაღაც არც გესმის, მაგრამ შემდეგ ეს ხდება ძალიან ტკბილი, აი მოტკბო თაფლისკენ მოეძლევა, როცა იცი გააზრებულად რას რატომ სცემ თაყვანს, ხედავთ. მოდი გადავიდეთ ახლა თემაზე. თვითონ აი აქ მე ბიბლიაც მაქვს ინტერნეტში გაშლილი რომ სწრაფად რომ ვიპოვოთ და ჩვენ ბიბლიური მუხლებით მივყვეთ მათ პასუხებს, როდესაც იძახიან რომ სულ არ არის ამისთვის საჭირო ეკლესია. კარგი, ერთ-ერთი ესეთი მუხლია, მოდი დავიწყოთ საქმენების წიგნი, საქმენის წიგნი გადავშალოთ. მოციქულთა საქმენის მეორე თავი, 42 მუხლი და ჩვენ ვკითხულობთ. ნახეთ როგორი სიტყვები წერია და გამუდმებით მოციქულთა მოძღვრებაში, მოზიარეობაში, პურის გატეხვასა და ლოცვაში მკვიდრობდნენ ისინი. პირველი საუკუნის თემზეა საუბარი, როდესაც ეკლესიას ეს არის უკვე ფეხს იდგა და უკვე ესეთ სახე მიიღო ორგანიზებული და მათი აი სულისკვეთება როგორია ხო მორწმუნეები რომ სულ ერთად იყვნენ და გამუდმებით მოციქულთა მოძღვრებაში, ანუ ამოხლინა ჩვენ ასწავლოთ, ხო? ესე იგი, ესენი ვიღაცა მუქადაგადა, ასე კი არ ვთქვა, კაი, აბა ძმაო და გიყვარდეს, აღარ გააკეთო, ცუდი არ შეცოდო, გიყვარდეს ღმერთი, აი ქრისტე და მორჩა ბოროტი არავის არ გაუკეთო და არა, მეგობრებო, ისინი იყვნენ სადღაც, ისინი იყვნენ ერთად და ვიღაცა ნებისმიერი კი არ ასწავლიდა რომ აი მე თვითონ გამოვიკვლიე და აი ეს დავინახე, წავიკითხე და მე დავინახე რომ ეს ამისთვის ეს არის საჭირო და ახლა გადავცემ სხვებს და საძმაკაცო, როგორც ერთგან ინტერვიუში თქვა, გამეცინა ის რაღაც საძმაკაცოები და ისინი შეგვიძლია ესე შევიკრიბოთ და ასე ვიყოთ მეგობრები. არა, არსი არ იყო. ისინი იყვნენ კონკრეტულად მოციქულები იყვნენ, ვინც ასწავლიდნენ, მოძღვრავდნენ აი ამ ხალხს და ნახეთ როგორ წერია კიდე ზიარებაში იყვნენ ისინი, ასევე რაც ქრისტემ დატოვა, ხო? აი ეს აერთიანებდათ ასევე მათ და საათ აი ამ თემის გარდა, გარე იქ შეუძლებელია, ხო? ასევე ლოცვაში ერთად იყვნენ, ხო? და ის რომ დაუჩემებიათ, რომ შედი შენს ოთახში ლოცვა, რა თქმა უნდა, პირადი ლოცვები მნიშვნელოვანია, მაგრამ არის ერთობლივად, ერთად, აი როდესაც მსახურებაზე, ხო, ლიტურგიის მსახურებაზე ერთიანი ლოცვა ხდება. და ის ერთობა ერთიანებს და საერთოდაც ზოგადად ძალიან რთული ადამიანი არ უნდა მოიტყუოს თავი, რომ აი სულს შეინარჩუნებს, სულის სიფხიზლეს, მით უმეტეს დღეს ძალიან დიდი გამოწვევებია, ხო, მაცდუნებელი ამ სამყაროში და ზოგადად სულთან ერთად ბრძოლა როგორც რაღაც სოციუმის გარეშე მარტო გადარჩენა ადამიანისთვის, ხო, ვიღაცა ყავს ყოველთვის და რაღაცა სოციალური არსებებიათ, ასევეა სულისთვის. ერთიანი ლოცვები, ერთად ყოფნა, ერთიანი დამოძვრა და ასე შემდეგ. აი მოდი ვნახოთ ახლა შემდეგი მუხლია. აქვე იგივე თავის მეორე თავის 57 მუხლი და რა იყო, ხო, ამის შედეგი რომ აქებდნენ ღმერთს და მთელი ხალხის წინაშე იხვეჭდნენ კეთილი გაწყობას, ხოლო უფალი ყოველ დღე მატებდა ეკლესიას, აქ მიაქციეთ ყურადღება ერთ მნიშვნელოვანი სიტყვა, გადარჩენილებს. დააკვირდით ვის მატებდა? გადარჩენილებს მატებდა. ვის? სად? ეკლესიას. ნახეთ, შესახები, ხელშესახები იყო ეს. აი, რომ მიიღებდა ქრისტეს სიტყვას, ახლა რა გავაკეთო, საწავიდე. აი აქ არიან გადარჩენილები ეკლესიაში. ხედავთ? ამჯერ ამგვარად
აქ უკვე მე კიდე გავაგრძელებ ბიბლიურ მუხლებს, მაგრამ აქედან უკვე გულწრფელი ადამიანები ჩანს თუ რამდენად მნიშვნელოვანია ეკლესია. მოდი ვნახოთ სხვა მუხლები. პირველი კორინთელთა მე-12 თავი გადავშალოთ. 21 მუხლი. მე-12 თავის 21 მუხლი. და ნახეთ პავლე მოციქული აქ ასეთ რამეს ამბობს. თვალი ვერ ეტყვის ხელს არ მჭირდებიო, ვერც თავი ეტყვის ფეხს არ მჭირდებიო. აქ როგორ ფიქრობთ თქვენ? აბა თქვენ თვითონ დაფიქრდით. აქ პავლე მოციქული ადამიანის ანატომიაზე საუბრობს? მიზანი ანატომია? რას გვანახებს, რომ სხეული როდის არის ერთიანი, როცა ყველა ნაწილია, ხო? ახლა წარმოიდგინეთ, მე რომ თითი მომაჭრან, რომ მოვიჭრან რაღაცა რა მნიშვნელობა აქვს, ხო? თითი რო არ იყოს ახლა, ამ თითს არ მიეწოდება სისხლი, არ მიეწოდება, ესე იგი, უჯრედები აღარ ცოცხლდება, არ ცოცხლობს, უჯრედები იწყებენ კვდომას და რა ემართება ნენელა დალპება, მოკვდა, ანუ სხეულის გარეთ მოკვდა და ის აღარ არის სხეულის ნაწილი, ხო? ამიტომ პავლე მოციქული ამას ამასეთი მეტაფორულად ამბობს, მეტაფორული ენით, რომ როგორც თვალი ვერ ეტყვის და აკვირით ხელს არ მჭირდებიო და ვერ თავი ეტყვის ფეხს არ მჭირდებიო, ხო? ასია, იცი, ეკლესია, რომ ეკლესია არის ერთიანი ორგანიზმი და თითოეული ნაწილი ეს არის ვერ იტყვი რომ არ მჭირდება. შენ ხარ მისი წევრი, სხვა შემთხვევაში შენ სულიერი კვდომა გექნება და როგორც ის მუხლი ამოვიკითხოთ საქმენი ნაწილი, ხო? გადარჩენისთვის არის მნიშვნელოვანი. ნახე, გადარჩენილებს მატებდაო. ანუ ეს რო ქრისტეს სიტყვა მიიღეს, მათ ეს და ეკლესიაში მივიდნენ, ეს გადარჩენილები არიან უკვე, ხედავთ? ამიტომ ორგანიზმთან ახლოს ყოფნა არის მნიშვნელოვანი გადარჩენისთვის და აიმიტომ აი წეღა რო თქვი დასაწყისში რომ რამდენად საშიშია აი ამ ხელა სითამამია რომ იცი რა ეს ძალიან აიკვიადეს აი მოწმეების არ იყოს და ნებისმიერ დენომინაციას ამოს აი ჩვენ ვკითხულობთ ბიბლიას ჩვენ ვიკვლევთ ბიბლიას და აი აშკარად ჩანს ეს ბიბლიდან ჯერ აიცი რა ჩანს იმიტომ რომ ამ წუთში რომ შენ ესე დაინახე ნებისმიერ იგივე ასე ხედავს ხო და შენ დღეს დაიწყე ეკლესიას აქ ამ გამოწვევებზე დიდი ხანი უპასუხა ეკლესიამ და უბრალოდ საშიში რა არის ცი შენ რო ეხლა ესე დაინახე და ხან რო შეიძლება შეიცვალო აზროვნება შენ ამით ბევრი შეიძლება იცი ეჭვი გაუჩინო და სხვათა შორის მინდა გითხრათ რომ ეს ტრენდული აი დასაწყისში სიტყვა რატო ვახსენე ტრენდული მეთქვი რომ ძალიან აიტაც მე უკვე საშიშად მიმაჩნია ბევრისგან მოვისმინე იცი რომ იცი რა არის სულ არ არის ეკლესია საჭირო შენ გენაცვალე რა მორწმუნეებად მოაქვს თავი მაგრამ სულ არ ცხოვრობენ ისე და დააკვირდი ხო ეხლა ამ წუთში ამტკიცებდი რომ კარგი ხარ ამავე დროს ნახე როგორ ფარისევლურად სხვა განიკითხე უკვე რომ ის არის ცუდი ანუ შენ ამას ვერ შეიცვლი ეკლესიის გარეშე ეკლესიაში ეს მუდმივი პროცესია იცით ძალიან საინტერესოდ ხდება ეს შენი ცვლილება შენი თავის დანახვა და ამას დრო უნდა კი ამიტომ ამგვარად უკვე ჩვენ დავინახეთ რამდენად მნიშვნელოვანი ეკლესია და კიდევ ერთხელ აღვნიშნავ რომ ადამიანი მიდრეკილია რომ თვითონ რაღაცა რო აწუხებს ხო ახლა და თუ ვიმე ასეთ რამეს ეტყვის რომ თავის სინდისის დაივშიდოს და კომფორტულად იქცნოს თავი რატომაც არა უკვე მას უსმენს მაგრამ ეს სიცარიელე მაინც არ გაქრება თუ შენ ღვთისძიება გინდა არის რაღაცები ზოგჯერ უნდა გეტკინოს კიდევაც უნდა შეხედო თვალი უნდა გააუსწორო მაგრამ იცოდეთ რომ ის სიმსუბუქეც მოვა რაზეც ქრისტე მაცხოვარი ლაპარაკობდა ხო აი ხა მოვიკითხოთ შემდეგი მუხლი ეს არის პირველი პეტრე მოციქულის პირველი წერილი მესამე თავის 20 და 21 მუხლები ნახეთ რა წერია ოდესღაც რომ არ დაემორჩინე ღმერთს რომელიც სუგრძელობით მოელოდა მათ ნოეს დღეებში სანამ მზადდებოდა კიდობანი რომელში ცოტა ანუ 800 გადარჩა წლისაგან ხედავთ ეს ნათლობის ხატება იყო რაც ხორციელი ჭუჭყის ჩამორეცხვა კი არ არის არამედ კეთილი სინდისის შეპირება ღვთისთვის რომელიც ამჟამად გიხსნით იესო ქრისტეს აღთქმით დააკვირდით რა საინტერესო მუხლებია რომ ეკლესიას ხშირად აი მოციქულები ხო ადარებენ რას ნოეს კიდობას
ნოის კიდობაში ნახე მათაც ვიღაცებს ქონდათ ჩანსი რომ ნოი აბატყილა არ იქადაგებდა, მაგრამ არ მოусმინეს, ხო? რა კიდობანერის კიდო. ხო და სასაცილო და გადარჩა ვინ 800, ხო? ნოი თავისი ოჯახით ვინც გამოხატა ნდობა, რწმენა და სიყვარული ღვთისადმი. აი ამიტომ აქაც დააკვირდით ხელშესახები, ხო? კიდობანის ხელშესახები და აი აქაც ეს ჩანს, ხო? და ეკლესია რაღაც იქაც ფორმა და დღესაც არის ამისთვის ეკლესია. ამიტომ როდესაც შენ იძახი რომ ეკლესიის წევრობა შენ არ გინდა და სულ არ არის ამისთვის საჭირო, ხო? აი აქ ძალიან იტყვევ თავს და კიდევ ერთხელ გიმეორებ, ეს პირდაპირ კავშირშია გადარჩენის. მე ახლა ამ ყველაფერს იმიტომ კი ვლაპარაკობ, რომ ახლა ვიღაცის ჯიბრი ჭირს და აუიმა როგორ გავედო, ყველა საკუთრება რაც იქადაგან. უბრალოდ მე მაწუხებს ის რაღაცნაირად, რომ ეს იმდენად ტრენდული გახდა და ზოგადად ჩვენთან ძალიან მალე ვიცით ხოლმე რაღაცების ატაცება საზოგადოებამ სამწუხაროდ და მე ვიცი რა გრძნობა, როცა თავს მოტყუებულად გრძნობ. და ამიტომ ყველაზე საშინელება არის, როდესაც სული გიზიანდება. სული. ამიტომ მიყევით ყოველს ამ გადაამოწმეთ. დააკვირდით ის რომ ლამაზად საუბრობს, ანიშნავს სწორ საუბრობს, სად გატყუებთ. აი ეს მუხლები რაც ახლა მე ჩამოთვალე, ხო? ყოველთვის როცა ვინმე მსგავს რაღაცას გეტყვით, ჩვენ თითოეული ადამიანი ვართ მისიონერი. თითოეულს აქვს გარკვეული დავალება. წარმოიდგინეთ ისინი როგორ მუშაობენ, სულ გადაგებენ, ვიდეოებს აზიარებენ, ერთმანეთს უზიარებენ, ოღონდ რაღაც თავისი გაავრცელონ და ტრენდული გახადონ. ამ დროს ქრისტიანები არიან ჩუმად და პირიქით აი მოთხოვნას უკმაყოფილებენ მათ. და აი ეს ბიბლიური მუხლები, რასაც ჩვენ ვსაუბრობთ, ეს უბრალოდ გასართობად არა, ჩავიწეროთ და როცა მსგავს ახლობლებისგან გავიგორეთ მსგავს კითხვას, თუნდაც მსგავს გულისწყეტას და აი ეკლესია არა საჭირო და მე ვიყო კარგი და მე ისედაც კარგი ადამიანი ვარ და შემდეგ ვეცადოთ რომ აი ეს ქადაგება, ხო, აი მუხლები ხოლმე გამოვიყენოთ, შემდეგ მათ გაუზიაროთ, რომ დაფიქრდნენ და აი ამ ხრივ ჩვენი წვლილი, მისიონერობის წვლილი შევიტანოთ. ძალიან მიყვარს ხოლმე ასეთი მაგალითის მოყვანა ზოგადად, რომ აი ბაზრის სისტემაზე აგებული ბევრი რამე, ხო, მოთხოვნა მიწოდება მაგალითად. თუ ბაზარში კარტოფილის გამყიდველი არის 1 და საერთოდ ფასისიდაც იწევს და თუ კარტოფილზე არის დიდი მოთხოვნა, ამ შემთხვევაში აქ ინტერესი რომ კარტოფილი შემოიტანო ბაზარში. თუ ხედავ რომ კარტოფილზე არ არის მოთხოვნა, ვაჭრებს კარტოფილი არც მოაქვთ რომ გაყიდონ, ხედავთ, თვითონ მოთხოვნა არ არის. და ეს საქმე თავისთავად იბურჩება. როდესაც თქვენ მაგალითად აი მე არაფერსკენ არ მოგიწევთ, მინდა რომ აი კარტოფილს კარგი გამგონი უნდაო, ხო? დავინახოთ თავარი ძვირფასებო, რომ როდესაც ჩვენ აი ნებსით უნებლიეთ, ესე იგი რომ ვახთოვანება და ლაიქები და ვაიმე და ჭეშმარიტება თითქოს რაღაც ახალი ამოვაჩინეთ. და აი ესეთ რაღაც აზრებს ეკლესიამ თავი დროზე ყოველს უპასუხა. დიახ, დაიწყენ ჩამოყალიბებული ფორმითაა ბევრი რა. დიახ, და აი ამ განწყობას და აი ამ მოთხოვნას ჩვენ ვქნით, წარმოიდგინეთ, ჩვენ ხელს უწყობთ მათ, რომ აი ეს სწავლებები ესეთ სრულ სახით გაავრცელონ, ხედავთ? აბა წარმოიდგინეთ ერთი წუთი, რომ ყველა საკუთარ სარწმუნოებაში კარგად იყოს განსწავლული, სახარება ქონდეს წაკითხული და არ უსმენდეს, ხო, როგორც კი მიხვდნენ რომ რაღაც აქ ისე ვერ არის, აღარ უსმენენ, მათ აზრი დაეკარგებათ, რომ ამაზე უბრალოდ ილაპარაკონ, ხედავთ? მოდით მეორე საკითხს, ეკლესიაზე უკვე ვისაუბრეთ, ახლა მეორე საკითხზე გადავიდეთ. კერძოდ, მოგისმენია თუ არა ასეთი ფრაზა, რომ იცი რა არის, ახლა მე შევდივარ ეკლესიაში, სანთეს ვანთებ გამოდივარ, შენგენას მე მღვდელთან საქმე არ მაქვს, მე მღვდლის არ ამწავს. ეს როგორი რაღაცა იცი, რომ რაღაცა სამეფო მართველი მიყვარს, ქრისტე მიყვარს, მაგრამ მის მიერ აღიარო და დაფუძნებულ სტრუქტურა არ მიყვარს. აი რაღაცა ალოგიკური რაღაცა, ხო და არ ცნობ. შენ თავს ვეწინააღმდეგები ამ დროს. ნუ კაი, ეს ცოტა ხანი კიდე გვერდზე გადავდოთ, ხო? რაც შეეხება ახლა აი ეს მღვდელს და საერთოდ აი ამ იერარქიას, ხო? ნახოთ ბიბლიური საფუძველი თუ აქვს და პირდაპირ გადავიდეთ, როცა ისინი უარყოფენ. ისინიც ამას იძახიან. ამისთვის სულ არ არის საჭირო მღვდელი. აგე ჩვენ კითხულობთ ერთად ბიბლიას, ვიკრიბებით და ერთად განვიხილავთ და სულ არ არის საჭირო და მრავალს მე ლოგიკურად ეჩვენება და როგორი განწყობაა საზოგადოებაში, ხო?
აი უკვე აგრესიულის გაჩნდა, მერე კიდე ვიღაცა მით უმეტეს თუ დაინახს რომ ვიღაცა მგდელი არასწორ რაღაცებს აკეთებს, აი ხო ვამოდი შენი ჭირიმე რა და ანუ ეს ყველაფერი ერთ ტაფაში კარგად შეიკაზმა და უკვე საბოლოოდ ვინ დაზარალდა სინამდვილეში თქვენ თითო სულის დაზიანება წავიდა და რატომ ახლა დავინახეთ ჩვენ სინამდვილეში რას ვეწინააღმდეგებით. აქაც სინამდვილეში ამპარტავნობაა შემოპარული, იცი? მოდი ვნახოთ ლუკას სახარება მიათე თავის მე-16 მუხლი. ნახეთ მაცხოვარი რას იძახის ვინც თქვენ მოგისმენთ მე მომისმენს. დააკვირდით რა ძლიერი სიტყვებია. თქვენი უარყოფელი მე უარყოფს. გესმით რას ამბობს? ჩემი უარყოფელი კი ნახეთ ჩემს მომავლინებელს უარყოფს. ნახეთ როგორი ჯაჭვური რეაქციაა. რა საშიშ ფრაზებს ვიძახით, აკვირდებით? დააკვირდით ეს ყველაფერი რატომ ამიშლება? შენ უარყოფ. ვითომ მღდელს, მაგრამ სინამდვილეში დაივითომ აი ამ სტრუქტურა. სინამდვილეში ბოლოს შენ და წერან თქვი დასაწყისში საუბრობდი ჩვენ რომ მარტო ყოფი მით უმეტეს ხო თავინა შეიძლება მხნეთ ხარ სულიერად ძლიერად, მაგრამ ეს ნენელა ნელდება, იმიტომ რომ შენ ვერ იმუხტები თან უარყოფ, რომცა სარგებლო რამე გითხრას ავტორიტეტი აღარ არის შენთვის და აღარ იღებ და ეს პროცესი ყდომა, სხეულის გარეთ ყდომა იწყება ლპები სულიერად და ბოლოს, რასაც ვერ წარმოიდგენდი, შენ გახდები ღმერთის უარყოფელი. კი, ის რომ სიტყვით აღიარებ ხო ღმერთი ეს საერთოდ არაფერს არ ნიშნავს, ხედავ, ბოლოს შენ აი აქამდე დაგიყვანე, იმიტომ რომ გონება ასია. შენ წყალს უსხავ ზუსტად იმ მეჭვებს, რაზეც პასუხი არ მოგიძიებია. ხედავ, იმიტომ რომ შენ ეს თითქოს რაღაც მომენტში გაწყობთ. აი, ამიტომ ეს მუხლი არის ძალიან მნიშვნელოვანი, ჩაიწერეთ. ლუკას სახარების მიათე თავის მე-16 მუხლია. ვინც თქვენ მოგისმენთ მე მომისმენს, თქვენ უარყოფელი მე უარყოფს, ჩემი უარყოფელი კი ჩემს მომავლინებელს უარყოფს. ახლა მოდი ამოვიკითხოთ შემდეგი სხვა მუხლი, ტიტეს წერილი. ტიტეს პირველივე თავია, მეხუთე მუხლი. ნახეთ რა წერია, იმიტომ დაგტოვე კრეტაში, რომ დაასრულო დასასრულებელი და ხუცესები დააყენო ყველა ქალაქში, როგორც მე დაგავალე. დააკვირდით? ყველა, როდესაც გაიზარდა, აქედანაც სხვათა შორის ეკლესია, როგორც ფორმა, როგორც ინსტიტუცია უკვე იყო და რაღაცა საძმაკაცო ერთად არ იკრიბებოდა, ხო? დააკვირდი, რომ გაიზარდა თემი ყველა ქალაქში, ხო, შეუძლებელი იყო უკვე ერთს დაემოძღვრა, ერთს ეხემძღვანელა, იქ ბევრი პრობლემები იყო. იმიტომ მე შემდეგ ხედავთ ეკლესიის განვითარებასთან ერთად. ეკლესია საერთოდ როგორ არის, იცით? გამოწვევებს, აი რა გამოწვევების დგება, იმ გამოწვევებს პასუხობს და ასე ვითარდება, ხო? იმიტომ რომ სულ ცოცხალია ორგანიზმია, სული წმინდა ეკლესიაში, ხო? აი მაგალითად, როდესაც დადგა საჭიროება, ქვრივობლებით მიხედვა და მოციქულები ამ ყველაფერს ვერ აუდიოდნენ, გამოირჩიეს ვინ? დიაკვნები. იქიდან წამოვიდა, ხო? შემდეგ დაიწყეს მომსახურება ამაზე, ეხმარებოდნენ მოციქულებს, ხუცესებს და ასე შემდეგ. აი აქაც ეს ჩანს, რომ სინამდვილეში რა არის, რომ დაეგესრულებინა ეს საქმეო, რომ ხუცესები დააყენო ყველა ქალაქში. ხედავთ, ეს ხდებოდა ესე სულიწმინდით ორგანიზებულად ყველა ქალაქში ვინ უნდა ყოფილიყო. და ახლა წარმოიდგინეთ, ახლა იქ თითოეულ წეს რომ იცით, ჩვენთვის ვართ, ჩვენ ქრისტე მივიღეთ, ჩვენ ხუცესები და ისინი არ გვჭირდება. ხედავთ, აი ეს ქაოტური არ არის ეკლესია. ეკლესია არის ცოცხალი. და ორგანიზებული და პავლე მოციქული ამბობს, რომ ყველაფერი წესიერ და ორგანიზებულად ხდებოდეს, რადგან ღმერთი წესრიგის არის, ხო? ამგვარად, აი, იქ არის კიდე ძალიან საინტერესო მხარეები, მაგალითად, ეკლესიაში არის აღესრულება ევქარისტია, ხო? ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი, ამაზე დგას ყველაფერი და მე ვფიქრობ, ამას საერთოდ ცალკე დრო უნდა დაუთმოთ კიდე და რაც შეუძლებელია ეს ადამიანმა ცალკე აკეთოს. და
ამისთვის მართლა საჭიროა ცალკე დავუწყოთ. ამიტომ აი ეს ძირითადად ეს ორი საკითხი მინდოდა განმეხილა დღეს, იმ მრავალ საკითხებს შორის, მაგრამ ესენი გახდნენ ტრენდულები ყურში მომხვდა, რომ ეკლესია საჭირო არ არის, ნაღვთლები საერთოდ საჭირო არ არის, ხო? და ეს და მარტო ბიბლიით, თუმცა იმასაც ვერ ითვალისწინებენ, რომ აი ეს ბიბლია რაც ხელში უკავიათ, ესაც ეკლესიის პროდუქტია, ეკლესიისა ძვირფას მეგობრებო და ეკლესია მოგიტანათ დღეს აქამდე და საინტერესოა რომ მის პროდუქტს იღებ და თვითონ ეკლესია აქ ჭირდება. უკვე ჩანს რა პიროვნებაც ყალიბდები სულიერად და რამდენად უნდა მოვისმინოთ მე ამისგან ასეთი სიტყვები ხო მაგალითად აი მათეს მე-18 თავის მე-17 მუხში წერია რომ თვითონ პრობლემაზე საუბრობს მაგალითი მივყვა შემდეგ რომ თუ პრობლემა გააქვს შენს მასთან მოუხმე ერთსო მე ორსო თუ არ მოусმე შენი ძმა ხო რაღაცა პრობლემის გადაჭრის მექანიზმს ეუნება ქრისტე მოუხმე ეკლესიას. ეგ საინტერესო მუხლია იცი როდესაც სახე ეკლესია არ მიდა ეკლესია ყველაფერზე ეკლესია არ მიდა ხო დაუჩემებია და სხვებსაც სამწუხაროდ წავლავენ აი ამდენი მინიშნება გავაკეთეთ თუმცა კიდევ უფრო მეტია ჩვენ ახლა ამდენს ვერ შევეხებით აშკარად ჩასახტო წერილიდან რომ ეკლესია არის ღვთისგან დაფუძნებული და ეს ადამიანები არათუ თავს იტყუებენ არამედ სამწუხაროდ და ეს საშიშია ძვირფასებას სიკვდილის ცოცხლის საკითხს ეხება სხვასაც ატყუებთ რატოღაც მარტო სხვა მუხლებს ანახებთ მაგალითად სადაც 2 ან 3-ია ჩემი სახელით მეც იქვა ნახეთ აი როგორი რაღაცა იცით სიმართლე ნარევი ტყუილი აი ეს არის ძალიან საშიში ისეთი ტყუილი სადაც ოდნავ გაურევენ სიმართლეს რომ შენ დაგაჭირო მეგობრებო ნუ მოტყუდებით სულს ნუ დაიზიანეთ ჯერ ისედაც ძიმე სიტუაციაში ვართ საქართველოში მე ვფიქრობ ბევრი რამ აი აქ გონებაში არეულია და თუ სულიც გამოიფიტა ჩვენ საერთოდ როგორ პიროვნებები მოგვდებით ხედავთ და ამიტომ გარშემო ამხელა ქაოსი ამდენი პრობლემები ამდენი გადაუჭირამი გაბოროტება თითქოს და იმიტომ აი სულიერი საკითხების როცა არქოს მიზიანდება სული და სულის დაზიანებას მოყვება შედეგების შემდეგ რა მატერიალურ სხეულზეც აისახება ეს და ქმედებებშიც ხო იმიტომ რომ თავიდან არის ფიქრი შობს შემდეგ ცოდვას ხო თუ გმიეთ საშუალება რომ განავითარო როცა ეს არის ფიქრი და ბოლოს საინტერესო მუხლებს დაგიტოვებთ და ამაზე მიფიქრეთ ძალიან ლამაზი მუხლებია ეს მუხლები არის იოანეს სახარება მეათე თავი 27 მუხლი ჩემი ცხვრები ჩემ ხმას ისმენენ მე ვიცნობ მათ და ისინი მე მომყვებიან მე მათ საუკუნო სიცოცხლეს ვაძლევ და არ დაიღუპებიან საუკუნოდ რა ლამაზია ნახეთ რა და ვერავინ წამგლეჭს მათ ხელიდან ხედავთ ჩემი ცხვარი ისმეს ჩემს ხმას და კითხვა თქვენ ვის ხმას უსმენთ ამაზე იფიქრეთ აბა აი აქვე მაპატიეთ მე-5 მუხში წერია რომ მაცხვარი რომ ამას რომ უცხოს არ გაყვება გაექცევაო ნახეთ უცხოს არ გაყვება გაექცევა რადგან უცხოს ხმას არ იცნობს რატო ვიძახი რატო ამიშლოვანი სწორად ვიცოდეთ ჩვენ ეკლესიის სწავლებები და საღვთო წერილში გარკვევა რომცა იცი შენის აღარ დაგაბნევს და მისგან ტრენდს აღარ შექმნი, მოთხოვნას არ შექმნი და ჩვენ ვიქნებით, აი, რატო გაწუხებთ, რომ მოდიან ამდენი მხადაგებლები, იცით რატო მოდიან? და შენ არ ახარ მზად და ნიადაგს პოულობენ. აი, შენ როცა აი ესე ბიბლიური მუხლებით მათ დაუპირისპირდები, კაი გაგებით, შეიძლება ისიც გადაარჩინო, ხედავ? და მათ საფუძვე ნიადაგი აღარ ექნებათ, რომ ფესვი გაიდგა. ამიტომ ბევრი რამ მოიხსნება. იმიტომ შენთვის უკვე ქრისტეს ხმა, როცა დაინახავ, ეს რაღაც იმას არ გადაგებს, შენი აღარ უსმენ, გადართა. ხედავ? ხელს აღარ შეუწყობ, რომ ეს ვიდეოები გავრცელდეს. როგორ ვრცელდება? მოთხოვნა შენსდი, ხო? ამიტომ ჩემო ძვირფასებო, მოდი ვიფიქროთ, ვის ხმას უსმენთ ჩვენ. მივიღოთ მონაწილეობა ხოლმე ჩვენ
აი პარადოქსულია და ცოტა სასაცილო მე მეუფეების ეპისკოპოსების რამდენიმე არხი მაქვს გამოწეული უსმენს საკმაოდ სიღრმისეულ საკმაოდ საინტერესო ქადაგებები აქვს და რომ დავხედავ ხოლმე 300 ინახვა 600 ინახვა 700 ინახვა მეტი არა სამწუხაროდ ჩვენ ასეთებს არ ვავზიარებთ იცით რატო იმიტომ რომ ადამიანები ვარ და ჩვენის მოგწონთ როგორ ყურს სიამოვნებს კომფორტი ხედავთ რა ისე როგორ ჭერმეტყველურად ვიჯას გადმოსცემს და იმის შესაბამისად და ვერც ვაკვირდებით როგორ ვავრცელებთ უცხო ხმას ამაზე იფიქრეთ ჩემო ძვირფასო მეგობრებო და ამ თემებს ჩვენ კიდევ დაუბრუნდებით კარგად გრძანდებოდეთ